ძვირფასო ტელემაყურებლები ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი. ბატონ თამაზ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ახლა, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა თქვენ აი საინტერესო სტუმარი დიდი ხანი არ ყოლია გადაცემაში. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ამიტომ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ კაი გადაცემა გამოგვივა დღეს. თავარი რა არის, იცი რომ ეხლა კანონი ხო მიიღეს ბატონ თამას Facebook პოსტებზე და გინებებზე რომ ეს არის დეპარტამენტი რო გააკეთა მაიორმა მამუკამ დინარაძემ. გენერალ მაიორმა ბოდიში შემეშალა. ეს შედის ზალაში 1 ივნისი და შეგვიძლია მოვასწროთ. ამიტომ რომ მოვასწროთ თუ რამის სათქმა გვინდა, რა ვიცი, აი ეგეთი თქვენ იმიტომ რომ თქვენ პოსტებს ვხედავ პირდაპირ ხართ. ძალიან პირდაპირ ადამიანი წადებით. ეხლა გამახსენდა. მე უკვე ორჯერ დამაჯარიმეს, ორჯერ გამასამართლეს და ორჯერ ითხოვდა მეორე მხარე ამ შემთხვევაში სრულსაათის ეროვნული სააგენტო რაზე? ჩემს დაპატიმრებას და რაზე? პირველად იყო ძაღლები დაიკარგნა და ეჭვი ქონდა, გონევრული ეჭვი, რომ ძაღლები გადაიყვანა სრულსაათის სააგენტოს ძაღლდამჭერებმა და ძაღლები დაიხოსა, გაქრა. ხო და ცხელგულზე ჩემს ლაივში, ჩემს Facebook გვერდზე ხო, გამოხატე აგრესია და შევიგინე სრულსაათის სააგენტოს მისამართით. ზოგადად შევიგინე მეთქი, მკვლელები არის და ზაღლები დახოცეს მეთქი და შევიგინე. მაგაზე მიჩვენეს ისერად მაშინ ესე იგი აღიძრა საქმე, პოლიცია გამოიძია, უმოკლეს ვადაში გადასცა საქმე სასამართლოს და მეორე მხარე ეთქოდა ჩემს დაპატიმრებას 45 დღეს ადმინისტრაციული ესე იგი მუხლით წავიდა პროცესი და 2000 ლარი დამაჯარიმეს. 2000 ლარი დამაჯარიმეს. აი შევიგინე, გასაჩივრებული მაქვს ახლა ეს აპელაციაში და მე სტრასბურგში უნდა წავიდე. ხო, აუცილებლად. მეორე იყო ესე იგი შარშანი იყო ნოემბრის თვეში. ეს ანალოგიური ზაღლი დააძინეს, მოკლეს, გადაიყვანეს, მოკლეს ზაღლი და ეხლა ვიცოდი რომ არ უნდა შემეგინებინა, მაგრამ როგორ გინდა ეხლა არ შეიგინო, მაგრამ გამონახე რაღაცა და ნაბოზვარო უწოდეთ ჩემს ლაივში პირდაპირ და ეხლა პოლიცია ხო ზის ჩემს ლაივებში და უყურებს არ იქ ეხლა ელიზბარაშვილი ალბათ რაღაცა სიტყვის ეხლა და დავიჭიროთ. ხო და პოლიციამ გამოიძია საქმე, გადასცა სასამართლოს, მივედი სასამართლოს, ეხლა რას მეჩით, ეხლა ხო არ მიგინებია, არ დედის ლეჩაკი დამიხურებია, თავზე არაფერი. ეხლა რას მეჩით? აი როგორ თუ შენ აბოზვარო თქვიო და ეხლა მოსამართლეს ველაპარაკები, კაცო. ბატონო მოსამართლე მეთქი, ეხლა ქართულ ლექსიკონში გამიშიფრეთ მაშინ აბოზვარო რას ნიშნავს. იქნება და დედის გინებაზე უარესია და მე არ ვიცი. ვერ ნახეს. ხო და მეორე მხარე ეთქოდა რომ 45 დღე დავიჭიროთ ესო საშიში დამნაშავეაო. და მეორეჯერ უკვე 2000 ლარი დამაჯარიმ. ესაც გავასაჩივრია. აპელაციაში ველოდები ახლა. პასუხს და მე სტრასბურგში მივდივარ. მაინც უნდა წაიღო. მაგრამ იქ საინტერესოა ნაბოზვაროს როგორ გავშიფრებ. სტრასბურგში როგორ გაიშიფრება? ხო, ეგეც არის კი ბატონო. ესე იგი, ბატონ თამაზ ეს თავშესაფარი გააკეთეთ მართლა ძალიან დიდი საქმეს აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ცხოველებისთვის. ხო, და ამას ყველაფერს აკეთებთ თქვენი სახსრებით. დიახ. საერთოდ არ ერევა არავინ, არც არავინ გაფინანსებთ. მე ვიცი რომ ერთადერთი არის ანგარიშის ნომერი მითითებული და თუ ვინმე ჩარიცხავს, ხო, კარგი, მაგრამ ყველაფერი არის თქვენი ხარჯებით. ხო, ანუ ეხლა რამდენი ძაღლია დაახლოებით, რამდენი ძაღლს ინახავთ და უვლით აი ამ პერიოდში? აი მე გეტყვი, ვცლები ძალიან მოკლედ. თავშესაფარი გავაკეთე 2003 წელს, ჯერ პატარა იყო, მერე გავაფართოვე და საშუალოდ ესე იგი 60-დან 70000 ლარი მიჭდება თავშესაფრის შენახვა თვეში. ოპერაციები, წამლები, ხელფასი თანამშრომლების კომუნალური გადასახადი. და მე სახელმწიფო არებით არ მეხმარება, პირიქით აქეთ შევეხიდე სახელმწიფოს, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, ქუჩაში ძაღლი არ უნდა იყოს და კასტრაცია, სტერილიზაცია, ძაღლების
ვაქცინირება აი ამ საქმეში შევეხიდე ქვეყანას და გრანტების ამავზეც მეკითხებიან არ გეხმარება არ გებო აი ევროპიდან გრანტს ვერ აიღებ იმიტომ რომ აგენტი იქნება იმდენად ესე იგი საინტერესო ზარები შემოდის ხალხს ხშირად მეპასუხობ ხოლმე თავისაფრის ხელხაზე და ზარები შემოდის ისეთი საინტერესო აი ხო ეხლა ბევრი ადამიანი გირეკავთ მართლა ხო და აი ხვდები რომ ძალიან ბევრი ადამიანია ხო არ არის გარკვეული წარმოდგენა რა აქვს ესე იგი რა არის ზაღლის უნარჩვევებზე და საერთოდ მაგალითად ხო მე რეკავენ და მეუბნები ბიჭო ვიღაცაო ცუდმა ადამიანმა ორი ზაღლიო ბოდიშე ტრაკით ესე იგი მიაწება ერთმანეთს ხოდა შენი ჭირიმეო გვიშველი რამეო რა ხოდა მეუბნები ბიჭო ხა მე ვერ წარმომიდგენია გამავიდა იქნება პატარა ვიდეო გადავიყო და WhatsApp-ზე ჩამიგდომეთ კიდე მიიღებენ ვიდეოს და ნუ უყურებ ეხლა შეულებრივი ამბავია ეხლა სექსუალური აქტი არის ესე იგი ზაღლებს შორის და როცა ამთავრებენ ამას მე რო უნდა განსალკევდნენ აი მდგომარეობიდან ესე იგი საპირისპირო მოტრიალდება და ეკაჩება ერთი გრა მეორე განსალკევდნენ და აი ეს გონიათ რომ ზაღლი ვიღაცა მიაწება და მოდი და უშველი ეხლა კაია ხოდა მე უხსინი არა ბატონო არ ქალბატონო ესესი არ არის კიდე ერთი თქვენი ურთიერთობა მერიასთან თბილისის მერიასთან იმიტომ რომ ბევრი ვიდეო იდება სადაც მერიას თხოვთ, ანუ რომ მაგალითად რაღაცა კანალიზაცია გასკდა. რომ მოდი და გააკეთეთ რა, მაგრამ არ მოდიან და მე ეუნები რომ მოდი რა, იცი რა მე თვითონ გავაკეთებ. ჩემი ფულით გავაკეთებ და დამანებეთ თავი, ხო და მაგრამ მაინც აი ეს ბიუროკრატია თუ შეგიძლიათ მერიას და ეს თქვენს შორის ჩემი ურთიერთობა ესეთი ემოციური ურთიერთობა მერიასთან დაიწყო 2015 წლიდან. ის სტიქია რომ მოხდა ვაკეში. ხო. სტიქიის ზონაში მოყვა თავშესაფარი სუდანის კუჩაზე. იქვე სასაფლაო არის 100 მეტრის მოშორებით მდინარიდან. და ნუ მოგლეთ როგორც იქნა მივახციეთ იმას რომ დაიწყოთ მდინარე ვერეს ჯებირების გამაგრება 4 მეტრიანი ჯებირები გააკეთეს ორიენტიდან ჩაასხეს ბეტონი და მოაჯირი არ გაუკეთეს კაცო ხიდზე წარმოვიდგინეთ რომ ხიდზე გადადიხართ და მიდიხართ სასაფლაოებისკენ 100 მეტრში არის ხიდიდან სასაფლაოები საბუთალო სასაფლაო და ჯებირები 4 მეტრიანი ჯებრის ხო მოაჯირი არ გაუკეთეს ესე იგი ამაზე ესე იგი ვრეკავ მერიაში ვეუბნები მოდი ჯებირი მოაჯირი გააკეთეთ კაცო თორე შეიძლება ვიღაცა გადავარდეს მოგნეთ არ აღეს ეს არა და ერთხელაც კაცო საღამოხანია სადღაც ეს და ხმა რაღაც განწრიული კივილის ხმა მესმის კაცის კაცო რა ხდება და ჩავედით და სასაფლაოდან მოდიოდა კაცი თან ცოტა ნასვამიც იყო და ვეღარ გააკონტროლა ხიდზე ესე იგი ვერ შევიდა ცოტა აცდა და ჩამოვარდა გადავარდა დაეცა ძირს კაცო ეგ წყალში თხელი წყალი იყო ნაპირზე და მოიტეხა იმ საცოდა ხელის ფეხის ყველაფერი და ამოვიყვანეთ როგორც იქნა იქიდან და მე ავდექი და მე თვითონ გავაკეთე ეს მოაჯირი გავაკეთე ბიჭო მოაჯირი ესე იგი ფაქტობრივად მოვიტანეს ტკინა მასალა ყველაფერი და სადღაც 2 დღეში დავამთავრეთ და დავამთავრეთ თუ არა მეორე დღეს არ გასულა ესე იგი ის ბოდიშა სვარკის აპარატი იყო ჯერ ასალაკებელი ხელოსთან დაგვადგა ინსპექცია მერის ზედამხედველობა ხო და გავამიწერე 10000 ლარი ჯარიმა აგიძე რა თქმა არა და გადაიხდა არ გაიშებ დაგიყადაღებთ და მოგლეთ შავ დღეში ჩაგაგდებთ და გავასაჭრე ჯერ შიდა სამსახურში არა შენო როგორო ნებართვა არ ქონდაო ბიჭო რა ნებართვა მთელი ერთი წელი გეხვეწებით გააკეთე სანამ კაცმა ხელი არ მოიტეხა რა არ გადავარდა ხოდა რო არ გააკეთე ადრე მე გავაკეთე კაცო წავიდა სასამართლოში კაცო საქმე და რა დაგავალეს სასამართლო მე ესე იგი ნუ მე გამამართლა კაცო თქვენი გასაკეთებელი ამ კაცმა გააკეთა და მადლობის მაგივრად დააჯარიმეთ და 20000 ლარი ხო და კანალიზაციაზეც ეგრე იყო ხო მე მგონი რაღაცა გასკდა თქვენთან ხო მაგის მერე იყო კანალიზაცია ხო სადაც ბავშვები დამყავს პატარები ზევით ლიზე 1000 ლეულია სკოლა იმის წინ გასკდა ანალოგიური იყო კაცო მოვინე რაღაც ამოთხარეს დიდი ჭა 1-3 მეტრი სიღრმის იყო ხო მაგრამ ის მილი არ გააკეთეს მოდის სუნია საშინელი და იმის საშუალება იყო რომ იქ ორმოში ბავშვი არ ჩავარდნელი იყო კაცო 3 მეტრი სიღრმის საშინელი და თან იქ იმხელა კანალიზაციის ის ყუბედურება სუნი ამოდიოდა საშინელი და
იმაზეც ესე იგი მომიწია ბრძოლა, მე სანამ არ დავახურე დედის ლეჩაკი თავზე, ხო, მანამდე არ მოვიდა. მე რო ვთხარი, მე მომყავს ახლა ბულდოზერზე და გავაკეთო, მე მოვიდა. მე მოდიან. მოკლედ 57 დღეს როცა ვაპირებდი უკვე მოვიყვანო მეთქა მართლა მოვიყვანე ის ბულდოზერი უნდა დამეწყო იმის აღდგენა და გაკეთებენ გახეთქილი. დიდი მილი იყო კაცო. ადამიანი გაზრებოდა ემხელა მილი იყო გახეთქილი. მე ენებს და მოვიდნენ და საინტერესო რა იყო, იცი, აი ამის მერე ხო საიდან აღარ მიერეკავდნენ თბილისის, ესე იგი რომელი უბნით, აი ბატონო თამას კანალიზაცია გასკდა ჩვენ ქუჩაზე და იქნება და მოდით მოგხვდეთ. დაგეხმარ რომ ესე იგი თქვენი თავზე, ესე იგი ძალიან კანალიზაციის ამბავი მოკლედ. ესე იგი მე მინდა კიდე გადავიდე, იცი რა თემაზე ხარ თქვენ ბიზნესმენი ბრძანდებით. მე მახსოვს თქვენი კომპანია ელიზი. ხო და ნუ სადღაც 90-იან წლებში აი დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, მაშინ დაიწყეთ ბიზნესის კეთება. კი ბატონო. აი როდის გახვედით ქვეყნიდან ესე იგი პირველი ესე იგი რაც იყო კავკასიის ბირჟა იყო და მე ნუ იქაც ცოტა იმდენი შემოსავალი და საინტერესო არ იყო ჩემზე გადავედი რუსეთში. ნიაგუზინსკია და ბაიკალ-ამურის მაგისტრალი ცნობილი იყო მაშინ თეთრი და ფებრუარი უფრო იქითკენ. აღმოსავლეთში. ხო და იქ ესე იგი მომუშავე ხალხს აძლევდნენ ეგრეთ წოდებულ ჩეკებს, მანქანის ჩეკი იყო. და ამ ჩეკით მოდიოდა მე ის მუშა და ან ტოლიატის ქარხნიდან მანქანები გამოყავდათ. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებდით? ამ ჩავდიოდით იქ. ხო და იქიდან ესე ამ ჩეკებს მიდობილობით ყიდულობდით და მე ჩვენ გამოყავდა მანქანები და ჩავყავდა მე მოსკოვში ვყიდიდით ხოლმე ბაზარზე. ან აქეთაც ვაგზავნით თბილისში ჩამოყავდა. ხო და მოსკოვში ქონდა აღებული ოფისი, ბინა ქონდა ნაქირავები. ხაზეიკა მოდიოდა ხოლმე, ხანდახან კვირაში ერთხელ ბინას ალაგებდა ხოლმე. ხო და ბინა ქონდა ნაქირავები და იქ ესეც საინტერესო კურიოზი იყო ხა გეტყვით. ხო. გავიცანით ერთი კაი ქართველი ტარიელი და ციმბირელ პაპას ვეზახდით რა. ერთხელაც წამოვიყვანეთ მოსკოვში, ტარიელი იქიდან, ნევრუნგრიდან. მივედით ახლა იმ სახლში. მე ტარიელი და კიდე ერთი ჩვენი მეგობარი იყო და ტარიელმა გინდა თორე ბიჭო გუდის ყველი მენატრებაო რა. და მოსკოვში ხო არ არის სანდო ის რო ვიყიდოთ და გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ და იქ სადღაც ჩვენგან ერთი 12 გაჩერების იქეთ. შემდეგ იქით ხო მეტრო ოქციარსკაია იყო თუ სწორედ მახსენდება იქ ქართული მაღაზია არისო გითხეს და ბიჭებმა და იქო იყიდებაო. გუდისყველი იყიდება იქო და არა და ვერ ვიტან გუდისყველს კაცო ცხოვრებაში ესე იგი ერთხელ ამა გასიჯული და სუნი აქ და საშინელი მომე. წავედით მოკლედ ტარიელის ხათრით ახლა და შევედით მაღაზიაში და ჩურჩხელები იყო და გუდისყველიც იყო მათ შორის. ერთი თავი იყიდა, კაცო, კაი მოზრდილი თავი გუდისყველი იყიდა და წამოვედით, გავაჩერეთ ესე იგი ტაქსი ჩავჯექით და ტაქსში ახლა სუნი მემეცა კაცო ესეთი რაღაცა და აფსი ამოვიდეთ. აი ხრალი სუნია რაღაც საოცარი რა. ხო და 300 მეტრა გავიარე და გააჩერა ტაქსი ცხოლმა და გადადითო მანქანიდან. გადადითო. და ნუ მივხვდერლა რატო გეუბნე გადადითო. ხო და ნუ ზედმეტ 2 მაქს მოგცემ. აბა გადადითო და გადმოვედით, რა გვექნა ახლა გადმოვედით, ჩავედით მეტროში. 20 კილომეტრია მეტი სახლამდე. და დახურულ სიმწეში ჩავედით მეტროში, ჩავეთა ზაფხულია, კაცო, ჩავედით მეტროში, შევედით ვაგონში და ხალხი ხედავ ესე ხო დავდექით ახლა იქ ვაგონში და მოგსროლდა ხალხი სადღაც კუთხეში მიუჭა ეს ხო გაუჭირდა ცუნთქვა. ხო და მეც ახლა ბიჭო მეც მიჭირს სუნთქვა სუნი დადგა საშიში და გაჩერდა ერთ სადგურთან შემოვიდა მოხუცი კაცი შემოვიდა რაღაც სამხედრო ფორმატა აი მედლები აქვს როგორც ნაძვის ხე ესე ასხმული რა ეს ომის მონაწილეა თქობა და ხელჯოხით არის მაინდამე ჩვენ გვერდზე არ დადგა ბიჭო ჩვენ გვერდზე და არ მოეწონა სუნი რაღაცა მე შემოვხედა და მე რო აიღო ეს ჯოხი და ისე გამოიწერო უნდა წასულიყო ჩამოსულიყავი და ეგრევე ჩამოვედით ესე გაჩერდა თუ არა გამოვიქეთ ამოვედით ზევით რა გვექნა ტაქსი ჩვენ არ ჩაგვსვავდა მეტროთი ვერ და ფეხით მოგვიწია ესე იგი 20 კილომეტრი ვიარეთ სახლამდე კაც მივედით აღლი დაქანცულები და ეხლა ვის ხონდა ეხლა ეს გუდისყველის ჭამის ხასიათი და ის მეორე დღისთვის გადადეს ბიჭებმა გუდისყველის ჭამა ხამია დავწექი დავიძინე ბიჭო ვერ ვიძინებ სუნია სტაფი პიორებს ისეთი რა ვერ ვიცინებ რა მოკ ძინავ გემრიელა ვერ ვიძინებ ვერ ავდექი
შუაღამისას და ეს გუდისყოლი მაცივარში შევდე, როგორღაც შევტენე და მიხური, კარი მეთქი იქნება, სუნი მეთქი ხო, ფანჯერები გავაღე, მაგრამ მაინც ბიჭო, მაინც გას ეს სუნი და დილით უთხარი ბიჭოს მეთქი რომ მოიკითხეს ნახეს რა, მე მაცივარში შევდე, მეთქი ვერ დავიძინა მთელი ღამე. თან დღეს საქმე გვაქვს იმდენი თქო და ხო და ნუ მოგლეთ შუა დღემდე მოვითავეთ ყველაფერი საქმე გავაკეთეთ, ბაზარში შევიარეთ, კიტრი, პომიდორი ვიყიდეთ, იყიდეს ახლა იმათ. ნუ გუდისყოლი წიზაკა, წვანი წიზაკა. ო, დააჭრა. წვანილი ყველაფერი მოამზადეს. მივედით სახლში, გამოაღეს მაცივარი და ბიჭო, გუდისყოლი არ არის. არ არის. არ არის. საწავი. ესე შემოbrudne, რა უყავი გუდისყოლიო. მე ვდგა სულელები ხო რა უყავი, მეთქი აგერ შევინახე მაცივარში დავტოვე, მეთქი როგორ ბიჭო მოდიო ნახე არ უყურებ არ არის გუდისყოლი და საწავით ესე იგი შენო მაცივარში კი არ შედეო წუხელო გადააგდე ეთყობაო რა და ხო გაბრალ ხა როგორია 4 დღე არ მელაპარაკებონე კაცო და საიდან წავა ხო არ მელაპარაკებონე ესე იგი 4 დღე და ნუ რა ვქნა არ მელაპარაკებ ნუ მელაპარაკებ მე არ გადამიგდიან მეთქი ნუ ვერ დავაჯერე რა და მე-5 დღეს სახლში ვარ და მოვიდა ხაზეიკა მოვიდა დასალაგებლად რა და ნუ ალაგებს იქ სახს იქ და მე გველაპარაკებდა ხოლმე ხო და თქვენო ქართველები ბიჭო როგორი ისეთი ხალხი ხარ უყაერათო ხალხი ხარ თუ რა ბიჭო აი მხელა ყველი რო იყიდეთო და რო არ ჭამეთო და მაცივარში რო ქონდა გაფუჭდა ის ყველიო და გადავაგდო რო გავაღე მალაგე ავიღო და გადავაგდე რამისოდეს ჩავედი ბუკელში გადავაგდე და უსე რეზეგი მოგრედ მოიხდა და ყველაფერი და დაალაგდა სიტუაცია უსე ესე იგი პირდაპირ მოხვია ხელი და გადააგდო ამდენი რამე გამოიარა გზა ტაქსი ამ ხელა ყველი იყიდეთ და არ ჭამე ის იყიდეთ თუ არ შეჭამითო და აყრონდა ოკეი ესე იგი მე მაინტერესებს მაინც ევროპაში პირველად ოდის გახვედით ო ევროპაში გავედით საოცარი ანუ თქვენ მაშინ მე მგონი ფილიპ მორისი პირველ თქვენ შემოიყვანეთ ხო საქართველოში კი ფილიპ მორისის პროდუქცია შემოქონა და ყიდით საქართველოში სადისტრიბუციო ქსელი გავაკეთეთ უკვე რო ავაწყეთ ყველაფერი და დაინტერესდა ფილიპ მორისი რომ ძლიერი გუნდი არის საქართველოში მიგვიწვიეს უშუალოდ ფილიპ მორისმა მიგვიწვია შვეიცარიაში სათაო ოფისში რომელიც ევროპას უყურებდა კონტრაქტის გასაფორმებლად ნუ ჯერ გასაუბრებაზე და მე სავარაუდოდ ამას მოყვებოდა კონტრაქტის გაფორმება შუამავლის გარეშე ხო და მოგვიწია ესე იგი ჩასულა შვეიცარიაში 93 წელია პირველად შეხვედით არის და პირდაპირ შვეიცარიაში ესე იგი შვეიცარიაში მაშინ საქართველოში ძელი პალტოები იყო შავი მოდელი კოჭებავი პალტოები და ეს პალტოები შავი რომელი წელია 93 წელი 13 ხო ბოლოა სამთარია ტექნიკის თვე არის ხო და მოგლეთ ჩავედით ჩავფრინდით ჟენევაში ჩავედით ბიჭო უყურებ ჩვენს მეც არავის არ აქვს ჩვენს გძელი პალტოები ხო დავხსნა მაქანა ჩავედით ლოზანაში ერთი დღე იყო თავისუფალი და გავედით ვათვალიერებთ ხა ჟენევის ტბა არის არაჩვეულებრივი ლამაზი ქალაქი იახტები დგას ხალხი რა ვიცი ლაღი ყველას ღიმილი აკირზე და შევიდეთ რესტორანში მოგშვიდ და შევედით ესე იგი რესტორანში და ნუ დავჯექით ახლა მაგიდაზე და სავსეა რესტორანი და მაინდამე შუა ცენტრში რესტორნის დარბაზის ცენტრში იყო ის მაგიდა კაცო ხო და მე თევზი შევუკეთე თევზი მიყვარს თან შევხედე იქ მენიუში და იყო ესეთი ახლა სახელიც მახსოვს იმ კერძის ნეპტუნი ქვია აი ამ კერძს ხო და ემათ ნუ ერთმა ქათამი შეუკეთა თემური რაღაცა სალათა შეუკეთა ცეზარი რაღაც და მე თევზი შეუკეთე ნუ დავჯექით ახლა ველოდებით რა და სადღაც 5 წუთში დიდი თასით მოგვიტანეს წყალი დიდი თასი იყო ესეთი თასი იყო სამფეხზე იდგა და დადეს შუა მაგიდაზე დადეს წყალი და ნუ მაგიდაზე თეთრი ისინი იყო ხელსაწყენდები იყო ყველას ჰქონდა თავისი დაგვიდეს ხო თემურის ვეკითხე ბიჭო შენ ხა ევროპაში 2 წელი უკვე ცხოვრობ ხო და ეს თასი წყალი რა არის რატომ მოგვიტანეს შო არ ვიციო რა ვიციო და მეთქი ხელები ხორდა დავიბავოთ ახლა მაის ხო ალბათ ევროპაში ესია მიღებული და ხო შეიძლება არ ვის ვერ გეტყვი რა თამასა და და გავიხედე გამოვიხედე არავის არ უდგას ეს თასი მეთქი ალბათ ამათ უკვე დაიბანეს ხალები და ჩავყავი შინით ხელებით კარგად კებრია და დიდი თასი იყო
დავიბანე ხელი და შევხედე ბიჭო რაღაცა ცუდად შემოვხედეს რა სხვა მაგიდებზე ხო იყვნენ ადგილობრივები და რაღაც არ მოეწონათ რა ხო ნუ მეთქი არ მოეწონათ რა ვქნა და გავიმშალე ხელი კარგად გენერალად მოგრეთ მომიტანეს თევზი მოიტანეს კერძები და ბიჭო ხედავ ეს თევზი აშკარად ის არის არც შემწვარია არც მოხარშულია რაღაც უმბია თევზი თემურის ვეუნი შე ავსტრიაში ხარ ნაცხოვრები ხარ უკვე 2 წელი აქ ხარ და ევროპაში და ეს რა არის ბიჭო ევროპაშიო ჯანსაღკვებაზე არისო ხალხიო და უმსა ჭამენო თევზს არისო კერძა ეს ნეპტუნური შეუკეთესო ამათი საფილმო კერძიაო და უმი უნდა მიირთვაო რა და კაი უმი უნდა მიირთვა ნუ ავიღე დანა ჩანგალი და დავიწყე ჭამა თავიდან არ მესიამოვნდა პირველი მე ვარ შირო და რამე და ბოლომდე ესე იგი მივირთვი რა გავატყავე ესე იგი ორივე თევზი და ფხა დარჩა და თავი დარჩა თავი დარჩა თან ბიჭო ხედავ მშიერი ვარ მაინც რა ვქნა თავი დარჩა ხო და ამ დროს ესე იგი მოდის ეს მიმტანი მოდის და თასი უჭირავს ხარ ცეცხლი აქ ეს აი ხო მას ჩირაღდანები თქო ყარაჩოღალები ხო აი ესე თასი მოგ ცეცხლი აქ ხო და მოვიდა და ხო ფიალეთ ესე ცეცხლი და აი ამ თასის ქვეშ შედგა ესე რა შედგა და არ მომეწონა რა რა შევკე სხელები დაიბი ის შედგა ესე რა და მე ესე ხო შედგა და მე ესე წავიდა მოარა და ჩემი თეფშისკენ დაიხარა და რას ხედავს ბიჭო მარტო მხარი დარჩენდა თავი თეზი ხოდა რა იყო ესე შემოვხედე და ფინიშო ესე თქვა ხოდა ვიკითხე ან შემოვხედა რა იყო ამ ფინიში რა არის და ეგრევე გაიქცა კაც გაიქცა და ერთ წუთში ბრუნდება ვიღაცა გასტუკიანი მენეჯერი მოიყვა და მენეჯერი დირექტორი ყოფილა რა ვიცოდი და კენაკნო დიდი ბოდიშიო რა ჩვენო თავიდან ინსტრუქცია არ მოგეცი თუ ამ კერძისო ხოდა თქვენო შეგიჭამიათო და ესო ჩვენო ეგო და თქვენ თვალწი უნდა მოგვეხარშავო ეს თვალწი მე ბარაგება ეგლა ყელებისადაც დაიბადე ხოდა ოთხარი კაცო ჩვენ და საქართველოში მარტო უბს ჭამთრეთ კიდევ რა უნდა ეთქაფერი და უნდა გერახა ესე იგი მაგიდები ხო სავსე სულ და როგორც კანიბალს ისე მიყურებდნენ რა თან ხელით ესე იშვერდნენ ნახე ესო ბიჭო უსა ჭამენ საქართველოში თურმე უბა ჭამენო და ესენი ვინ არიან ხო და ამ დირექტორმა ესე იგი გამიცხა იცი შენო ჩვენო რესტორანსო რეკლამა გავუკეთე ამითო აი ხალხი ნახე და რამდენი დღე იქნები აქო ლოზანაში მოთ 3 დღე კიდე აქ ყოველ საღამოს მობრძანდი უფასო ვახშამი ჩემზეაო და ახლა 3 დღე დავდი უფასო ქონა ვახშამი ძალიან მაგარია ეხლა ადგას მაინტერესებს რომ ბიზნესი ძალიან ადრიანად გვაქვს დაწყებული მე მაინტერესებს აი მხედრიონი ხო ეხლა მხედრიონის პერიოდი გაიარეთ ხო ყველა ვარიანტში გაივლიდით და ბიზნესმენები ძალიან არ იყვნენ ფლათ ისე კარგ სიტუაციაში მხედრიონის დროს არ გაწუხებდნენ ანუ კი როგორ არა გაწუხებდნენ მაგრამ ჩვენს ბრონეჟილეტები დავდიოდი ხო შეარაღებული და ვიცავდი ჩვენ ბიზნესს გვეკუთვნის მოკლედ და რა გეკუთვნის ბიჭო გეკუთვნის ეგ სად არის ხო და მოდი ვიცავდით კბილებით რა ხო და თან პლუს ოფისაც ვაშენებდით თქვენით ხო და მან მახსენდებათ საინტერესო ამბავი იყო რომ ამთავრებდით უკვე ოფისს ხო წინ ტერიტორია დასაგები ასვადი ჰქონდა გასაკეთებელი დასაგები და მოვიძიეთ ესე იგი და გვირჩიეს ერთი კარგი კაციაო სომეხი კაციაო მოკლედ ჯგუფი ყავსო თავისი ბრიგადა ყავსო და მოვლენო მოიტანენ ასვაცო და თვითონ ეს დააგებენ და დაუკავშირეთ ამას იურა ერქვა სახელით მოვიდა ხო და ნუ გავაკეთებინეთ იმუშავეს კარგად გააკეთა ყველაფერი და მამაჩემს ქონდა ჩაბარებული ამ ბრიგადაზე ზედამხედველობა არის შენებლობა და ნუ მყურებდა ხოლმე და მე დღის ბოლოს დაპატიჟა სუფრას გაუშვიდა ხოლმე ხინკალი მოქონდა რესტორანი და მოკლედ დაუძმაგაც და დაუმეგობდა იურას დაუმეგობდა ძალიან ხო და ნუ მოვჩით ხო წავიდა ახლა იურა ერთი თვის შემდეგ რაც მოშა მუშაობას მიერეკავს იურა ვარ იურა რომელი იურა გაგარინი მე მეუბნები მეხუბრები არა ბიჭო ასვაჩიკი ხო რა არის იურა როგორ ახალ თამაშან მე კარგად მამა შენი როგორ არის გურამა ჩემი ძმა
კარგად არის. ასფალტი ხო არ გინდა? მე ვთქვა არა, აღარ მინდა ასფალტი. ხო, ნუ თვეში ერთხელ გამოწერილი იყო ზარი რა, თვეში ერთხელ მიერეკა და იგივე ესე იგი ხო. დიალოგი იურა ვარ, ხო, რა გინდა იურა მე როგორ ახარ მამა შენი გურამა როგორ არის ჩემი ძმა და ერთხელაც ესე 2 წელი რეკავს კაცო ყოველთვის 2 წელი გავიდა სულ მაგას კითხულ რა. სულ მაგას ერთი და იგივე ფრაზა. ხო, ეს 2 წუთი არის ლაპარაკი, ასფალტი გინდა არ მინდა და ესე იგი 2 წელი გავიდა სადღაცა ძია როფი რაღაცა გაბრაზებულიო რაღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და რეკავს ტელეფონი დავხედე ასფალტში კი იურა ისე წერია ხო უპასუხე იურა ვარ რა გინდა იურა როგორ ახარ თამაში კარგათა ვარ მამა შენი როგორ არის გურავა არ დაიცვალა ბიჭო ევნე რა ო მოკვდა მეთქი როგორო აი ესე გულმა დაარტყა მეთქი და მოკვდა მე რომ პანაშვიდი მე ვთქვა აი ხვალას პანაშვიდია მეთქი ხო და მე რომ დასვენება აუ მისამართი მომი ბიჭო მოვიდე პანჩემი ჩაიწერა მისამართი გდანი მესამე მიკრო მეექვსე კორპუსი 38 ბინა და ჩაიწერა და მოკლედ ის დღე გავიდა და მეორე დღეს ესე იგი მიერეკა შუა დღეს ეს ალბათ 12 საათი და დავხედე ასფალტში კი იურა ავიღე ბიჭო რა უნდა ეხლა იურაო რა ხდება აი იორზე გადავედი და ხითან გამიჩერდა მანქანაო რა ჟიგული ყავდა მამაჩემ ადრე საბურები საჩუკა ჟიგულზე ძლის დადიოდა ეს ჟიგული და მატორმა დამისტუკავ მე დაგისტუკავ მე აი ბოლოკიანში ვერ მოვდივარო და რა გინდა ბოლოკი სოფელი ყოფილი კახის სადღაც ბოლოკიან ავი რა გინდა მე აიო გასვენებაში რა გასვენებაში მამა ჟენის გასვენებაში ხო და ბიჭო ფიქრობ რა ხდება ბოლოკიან საიდან ბიჭო ვიყავიო მამაშენთან სახლში ვიყავე მაგრამ ნახევარი საათი გამასწრეს გაუსვენებია სოფელში გადაასვენესო ბოლოკიაში მიცხრა იქაო ნათესამბაო თქვენმა ხო გრაში მივიდა იქ სადღაცა მისა ზარი გამოვიდა ვიღაცა და გურამას პანაშვიძე მოვედი ხო იმას შეგე იფიქრა რა გურამას პანაშვიძე ხო და დაეღადა რომ გადავასვენებო ბოლოკიაში კახეთში ბოლოკიაში და მეორე დღეს მიდოდა იქა კაცო ბოლოკიაში გაუსტუკა მატორმა იმასი და იქა და ო აი არაუშავს მეთქი არაუშავს კაც კარგად იყავი შენ კაცო და უშენო დავგზავნოთ მეთქი მამას მეთქი და ხო ნუ გავიდა ესე იგი ერთი თვე გავიდა კიდე რეკავს ნახავ ასფალტში კი იურა ტელეფონზე იწერება სახე რა გინდა იურა როგორ ახარ თამაში მამაშებს ახლა კითხულობს ხო გარდაცვლილია როგორ ახლა მოთხე კარგად ასფალტი ხო არ მინდა იურა არ მინდა ასფალტი აი ესე კიდე 4 წელი რეკა და რეკა 4 წელი მოგდეთ ყოველთვის რეკას გინდა არ მინდა ასფალტი როგორ ახარ თამაში ხო და არ მინდა გავიდა ესე იგი 4 წელი გავიდა დამჭირდა ეს ასფალტი იქ რაღაცა კიდე ხო და დამერეკა და ასფალტი როგორ ახარ თამაშა მეკითხება ხო კარგად და ასფალტი გინდა ასფალტი კი ხო და მოვიდა ბიჭო მოვიდა და შემოვიდა კუბანში მამაჩემს ხო მეთქი მამა მეთქი ახლა ასფალტი მიხედე მეთქი საქმეს გამოვიდა მამაჩემი გამოვიდა იურამ დაინახა ბიჭო მამაჩემი ცოცხალი სახსალაბადი კაცი და გურავჯა ცოცხალი ხარ გურავ დაიწყო ცრემლები წამოვიდა ჩაიყო და რა ცოცხალიო აიო შენ პანაშვიძეცო ვიყავიო ბიჭო იქაო და ხო და მამაჩემს იუმორი ქონდა ძალიან კარგი მამაჩემს და მიხვდა ხო და არა მე უტყუპისალი ვარ გურამასიო ეუბნება ხო და გურამას ტყუპისა აბა დაიწყო ტი რა კაცი იყო გურამა ბიჭო რა ძმა ყავდა იმას ვენაცხარი რა ძმა ყავდა ეს და მოკლედ იმის მერე მამაჩემ კიდე 30 წელი ცოცხლა ბოლო 5 წელი აღარ დაურეკე ხო ბოლო 5 წელი აღარ დაურეკე იურას ეთყობა წავიდა იმ ქვეყნად ალბათ და აი ესეთი კურიოზია კაი ხო კაი ესე იგი მე მინდა მოგილოცოთ ბატონ თამას შვილი შეგეძინათ დიახ ესე იგი მე რამდენი შვილია თქვენი მე 11-ია, მაგრამ მე 11 შვილი შეგეძინათ მე 12 წელი ცოლს უმარავ მე 12 წელი მაგრამ ეს საიდუმლო კაიო ბიჭო რატო ლაპარაკობ ხანახა მერე ვარ რაოდენობა გაიგეთ ერთხელ 12 არ მეთქი და 12 რომელია და იმის მერე ეს ავიკვიადე რომ 12 არის და გიმალავ მეთქი და არაჩვეულებრივია 11 შვილი გაგიზარდოთ ღმერთმა ჯამთელი წარმატებული და რა ვიცი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან განაცემაში არაჩვეულებრივი განაცემა გამოგვივიდა მე მინდა თქვენ საქმიანობაში ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ
დიდი მადლობა. ეს ქვეყანა ძალიან სჭირდება. უღრმესი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლები ჩვენი განცემის სტუმარი იყო ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.